სადისტრიბუციო კომპანიის მაღალი მოგება, რომელიც ლელოს სალაროში ხვდება და უკრაინაში ომის სპონსორად გამოცხადებული მამუკა ხაზარაძის პარტნიორი კომპანია. როგორც ირკვევა, სურსათის ფასების შემცირების შესახებ მთავრობის ინიციატივის საწინააღმდეგო კამპანიის უკან ოპოზიციის ჩვეულ პოლიტიკაზე მეტი ფინანსური ინტერესები დგას. ნინო არღლიანი გვერდება პირდაპირ ეთერში. სასურსათო პროდუქტებზე მაღალ ფასებს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის აქსელური მარკეტების მიერ დაწესებული მოგების მაღალი მარჟა და ასევე სადისტრიბუციო კომპანიების მიერ დაწესებული მოგების მაღალი მარჟა. ოპოზიციის აჟიოტაჟს კი დღეს კონკრეტული პასუხები გაეცა, რადგან ოპოზიცია თურმე, როგორც ირკვევა, სწორედ სადისტრიბუციო კომპანიების უკან დგას, მათ შორისაა მამუკა ხაზარაძე, რომელიც ერთ-ერთი კომპანიის მფლობელი. ეს კომპანია ამ ბიზნესიდან მილიონებს იღებს და შემდეგ უკვე ამ ფულს მამუკა ხაზარაძის პარტიას ლელოს შემოწირულობის სახით ურიცხავს. მართველი პარტიისთვის კი ოპოზიციის ეს მდგომარეობა აჩვენებს იმას, რომ ოპოზიცია ხალხის მხარეს არც ამ შემთხვევაში დადგა, მით უმეტეს, რომ მათ კარგად იციან, რომ მაღალი ფასები მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი წნეხია და სწორედ ამიტომ მოსახლეობას უნდა, რომ ეს ფასები შემცირდეს. დღეს ოპოზიციისა და იდეის ფასების კლებასთან დაკავშირებით მთავრობის ინიციატივის მოწინააღმდეგეების მისამართით კიდევ ერთხელ ითქვა, რომ ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ შეაჩერებს იმ პროცესს, რომლის ფინალით სწორედ სასურსათო პროდუქტებზე ფასების კლება უნდა იყოს. სასურსათო პროდუქტებზე ფასების კლებაზე ოპოზიციის ისტერიის მიზეზი მათივე ფინანსური ინტერესები აღმოჩნდა. სადისტრიბუციო კომპანიებიდან, რომლებსაც დღეს ბაზარზე 14%-იანი მოგება აქვთ, ერთ-ერთის მფლობელი მამუკა ხაზარაძეა. ლელოს ლიდერის ოჯახთანაა კავშირში შეპესე მეგაკო ტრეიდი, რომელიც პროდუქტებზე ფასნამატიდან მიღებული ფულის ნაწილს ხაზარაძის პარტიას წირავს. ლელოს ყულაბაში თანხა კომპანიის ანგარიშის გარდა ირიცხება მეგაკოს დირექტორის პირადი ანგარიშიდანაც, თუმცა ამბავი ამით არ სრულდება. სადისტრიბუციო ბიზნესში ხაზარაძის პარტნიორია საკვები პროდუქტების გლობალური ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე, კომპანია მონდელიზი, კომპანია, რომელიც უკრაინამ 2023 წელს ომის მთავარ სპონსორად გამოაცხადა, რადგან ის ქარხნებს ფლობს მოსკოვში და რუსეთის ბიუჯეტს ავსებს. 2023 წლის მაისში უკრაინის კორუფციის პრევენციის ეროვნულმა სააგენტომ მონდელიზი ომის საერთაშორისო სპონსორად გამოაცხადა რუსეთის ომის ეკონომიკაში მისი მიმდინარე წვლილის გამო. ოპოზიცია ვითომ ქვეყანაში მაღალ ფასებზე წუხს, სინამდვილეში კი პროდუქტზე მაღალ ფასნამატს მათთან დაკავშირებული კომპანიები აწესებენ. ის რომ სადისტრიბუციო კომპანიების მოგების მარჟა მაღალია, ამის დამალვა დისტრიბუტორთა ასოციაციის დამფუძნებელსაც უჭირს. ოპოზიციაში გადაბარგებული ივა ჭყონია ცდილობს დიდი მოგება მაღალი გადასახადებით გაამართლოს. ეხლა მე კომენტარის გაკეთებისგან თავს ვიკავებ, განამოგების სახით იღებენ, გადასახადები აქვს უბრალოდ მაღალი და ამ ეტაპზე ვერ იქნება მათი მარჟა დაბალი, იმიტომ რომ მაღალი გადასახადები აქვს მათ. ფასების შემცირების გზაზე როგორი წინააღმდეგობაც არ უნდა იყოს, ფასების შემცირება გარდაუვალია. ამას პრემიერ-მინისტრი კრიტიკოსების საპასუხოდ ამბობს. ირაკლი კობახიძემ ხალხის ხარჯზე გამდიდრებულ ოპოზიციაზეც ილაპარაკა და თქვა, რომ პოლიტიკური კავშირები ბიზნესის თავისუფლებაზე გავლენას ვერ მოახდენს. პრაქტიკულად მთელი ოპოზიცია დადგა მაღალი ფასების ხარეს. ეს არის საერთო სურათი, რასაც ხედავთ. ამას შედიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ამას შედიან მათი მედია საშუალებები და ეს შემდეგ. როგორც წინააღმდეგობაც არ უნდა შეხვდეს ამ გზაზე, ბუნებრივია, ჩვენი ზრუნვა არ შენელდება და მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მივახციოთ ფასების შემცირებას სხვადასხვა მიმართულებით, ეს ხება მათ შორის მედიკამენტებზე დადგენილ ფასებს. ჩვენთვის არის თავარი ერთი, როგორც არ უნდა იყოს პოლიტიკური კავშირები, ბიზნესი იქნება აუცილებლად თავისუფალი. ეს არის ურყევი პრინციპი, რომელსაც იცავს ჩვენი ხელისუფლება 2012 წლიდან მოყოლებული. ხალხთან ზურგით მდგომი ოპოზიცია, ეს ერთი წინადადება მართველი გუნდისთვის ოპონენტების მდგომარეობას საუკეთესოდ გამოხატავს. მაშინ როცა ხალხი დაბალ ფასებს ითხოვს, ოპოზიცია ოჯახური ბიზნესის ლობირებით მაღალი ფასების მხარეს დგას. არ აინტერესებთ რეალურად საზოგადოების პრობლემები. მათ არ აინტერესებს ჩვენ ქვეყანაში მიმდინარე საკითხები. მათ აინტერესებთ ერთი, მხოლოდ და მხოლოდ მათი
ვიწრო მერკანტილური თუ თავიანთი აგენტურული პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ნებები და მიზნები. ასე რომ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რაოდენ პოპულიზმით იყვნენ დაკავებული მას შემდეგ, როდესაც ერთ წუთში განცხადებიდან და ინიციატივიდან დადგნენ მაღალი ფასების მხარეს. ჩვენ გვახსოვს გამჭვირვალობის კანონის დროს, გვახსოვს განათლების რეფორმის დაანონსების დროს, გვახსოვს ემაა ჯგუფის უპრეცედენტო ინვესტიციის დროს და კიდევ მრავალი შემთხვევა შეგვიძლია გავიხსენოთ, ანუ ის საკითხები, რომელიც არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან წარმატებული, ის საკითხები, რომლებიც არის ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ხედავენ ჩვენ, როდესაც ამ ნაბიჯებს ვდგავართ, ჩვეულებრივ ისტერიკას ტეხავენ ოპოზიციონერები, ასე მოხდა უკვე ამ შემთხვევაში. სასურსათო პროდუქტებზე ფასების კლების შესახებ მთავრობის ინიციატივა ბაზრის კვლევას ეფუძნება. კვლევა ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადა, რომელიც საფუძვლად დაედება პროცესს, რომლის შედეგიც პირველადი საჭიროების პროდუქტებზე ფასების შემცირება უნდა იყოს. გამოიკვეთა კონკრეტული კომპონენტები, რომლებიც გავლენას ახდენენ სამომხმარებლო ფასების ზრდაზე. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ კერძო სექტორთან, ბიზნესთან კომუნიკაციის საფუძველზე შევძლებთ ერთიანი ძალისხმევით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის პირველადი საჭიროების პროდუქციის ფასების შემცირებას. პროდუქტებზე ფასების კლება მთავრობის უახლოესი პერიოდის მთავარი ამოცანა. პროცესი სადისტრიბუციო კომპანიებთან და ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან კონსულტაციით იწყება. 4 ოქტომბრის ძალადობრივი მოვლენების მთავარ მმართველად ახალ